ფიქრობ, რაღაცა სამწუხარო დღე არის. ერთი მხრივ გასახარი ყოველთვის ყოველ წელს, მაგრამ მეორე მხრივ, აი რო უყურებ შედეგებს იმ ბრძოლის გაგრძელების, როგორ ვთქვათ, ხარისხს და სტანდარტს, ხო? იმ ძალიან დიდი მართლა თაობების ბრძოლის დამოკიდებელი საქართველოსთვის, უბრალოდ არის ელდაგეცემა, რომ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც და ეხლა ლაპარაკობთ სწორედ ცოტა ხნის წინ, მართლა ირანი თიც გიქნევს, ვინ მისცა ვინმეს უფლება რომ თითი გვიქნიოს, აი ასე. როდესაც რუსეთი პირდაპირ გამოდის და ჩარევას ცდილობს საპატრიარქოს საქმეებში, წმინდა სინოდის საქმეებში, ის უფლებაც არავის არ გააჩნია, არც აქ ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს ხომ საერთოდ გარედან. როდესაც რეალურად აი ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ თურმე უნგრეთის დიპლომატიურ კორპუსში ყოფილა დაზვერვის აგენტი, რომელიც რუსების სასიკეთოდ მუშაობდა, ხო? და არაფერი არ ვიცით საერთოდ როგორც ერმა 4 წელი აქ მუშაობდა ეს კაცი. ახლა კონტექსტი რა არის, ხო, დაიჭირეს უკრაინაში. ხო, კარპატიის რეგიონში რუსების სასიკეთოდ შრომაშია ეჭვმიტანილი. და ჩვენ ვიცით, რომ 2016-2020 წლებში იგივე ადამიანი მუშაობდა აქ, თბილისში. და არაფერი არ ვიცით. აქაც მუშაობის დროს რუსებზე მუშაობდა, თუ კი ვის ხვდებოდა, ხო? რამდენ ქართულს შეხვდა? ვინ გადაიბირა პოტენციურად? ან მათი ნების მათ დაუნებლიეთ, ვინ შევა რომ გამოიყენა, რამე არ უნდა ვიცოდეთ, ანუ რის თქმა მინდა, ძალიან მარტივად, რომ ამდენი წლის თავზე სახელმწიფო არის ჩამოშლილი. აი ეს ბრძოლა რაც გაწიეს თაობებმა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული, სუვერენული, ერთიანი სახელმწიფო ფორმირებულიყო, ეს ბრძოლა არის დღესაც სამწუხაროდ წარუმატებელი. იმიტომ რომ რამდენიმე ათეულმა ქოცმა გადაწყვიტა, რომ რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო აღმატებული, ვიდრე ქართული ხალხის ისტორიული ბრძოლა და ძალიან სამარცხვინოდ ხვდებით ამ დღეს. არ ვახსენებ დემოგრაფიას, ხო, რომელიც არის ყველა დონის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ხო? შობადობის მაჩვენებელი იქნება, თუ მერე დაბადებული და გაზრდილი ხალხი გადის ამ ქვეყნიდან, ხო? უმძიმესი პრობლემა არის. აი ეს თუ გაგრძელდა, ხო, ამ შობადობით, ამ დემოგრაფიული მაჩვენებლით, ამ გარე ნაკადით, ემიგრაციის ნაკადით, დაახლოებით 15-20 წელში საერთოდ აღარ არის კარგი კი არა, საერთოდ აღარ არსებობს ქართული ეკონომიკის მასოცხლებელი ენერგია. იმიტომ ის ხალხი, ვინც უნდა ქმნიდეს ახალ ცოდნას, ვინც უნდა სერვისებს ეწეოდეს, ხო, ვინც განვითარებაში უნდა დებდეს თავის მორალურ, ფიზიკურ, სულიერ, გონებრივ, ფინანსურ ინვესტიციას, ეს ხალხი მიდის. უბრალოდ აღარ არის. და ეს მოასწავებს იმას, რომ დაახლოებით 15 წელში, ესეც კარგ შემთხვევაში უფრო მალეც, ის კი არა, რომ საქართველოს იქნება სუსტი ქვეყანა, ისედაც ვართ დღეს სამწუხაროდ, ხო? ქოთიანობის მე-14 წელს ვართ უფრო სუსტი, ვიდრე როდესაც ყოფილვართ. ესე ფაქტი. აი ხა შევა მისმენდეს მაგალითად ქოცების ამომრჩეველი და ვთხოვ, რომ გამაგებინოს, როგორ არ არის ეს ფაქტი. იმიტომ მე ვესაუბრები მას ფაქტებით, ფიგურებით, რიცხვებით, ხო, მონაცემებით. აი ვთხოვ ყველას, მართლა აი მინდა რომ ეს პოლემიკა გქონდეს, გამაგებინონ. აი ესე დაბალ ნიშნულზე, ან დემოგრაფია ყოფილოდეს მე, ან ეკონომიკური მოსწრება, ან დელიკატური გადიოდა. აი ასეთ რთულ ვითარებაში მშვიდობა გვაქვს. იქეთ ომი და ჩვენ მშვიდად ვართ. და რა ვიცი, მოლდოვაში მშვიდობა არის მაგალითად, ლატვიაში მშვიდობა არის, ბევრად უფრო კარგი მშვიდობა არის მოლდოვაშიც და ლატვიაშიც, ბევრად. აი მოლდოვას მაგალითად მგონი ძალიან კარგი და მადლობელი ვარ ამ ყველა ჯერზე მე ვფიქრობ, უნდა გამოვიყოთ საშუალება, როდესაც საზოგადოებას ვესაუბრებით. და ყველა ჯერზე, რამდენიც მეტ ადამიანმა უნდა გაიგოს, ყოველთვის აზრი აქვს, რომ გაიგოს, რომ აი როგორი სისულელეა, ქოცური ბოდვა, აი მშვიდობის თეზისი, ხო? კარგი, ვთქვათ, ლიტვა, ლატვია, ეს ეგენი არიან ნატოში. გავიდნენ ფონს, მადლობა ღმერთს, ხო? იმედია, ოდესღაც ჩვენს გავალთ ფონს. მაგრამ აი ვინც არ გასულა იმას შევხედოთ, ხო, პროედრება, ხო? რომ ნატო მოლდოვა არის იდეალური მაგალითი. არის უკრაინის გვერდით, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ არა ვართ, ხო, უკრაინის გვერდით, ხო? მოლდოვა არის სასაზღვრო მიწა, სასაზღვრო ტერიტორია, ანუ ომის გვერდით არის. ეს ერთი, მეორე, შიგნით გააჩნია ოკუპაციის კერა, ის როგორც გავაჩია ჩვენ. ხო? იქაც დგას რუსეთის ფედერაციის შეერაღებული ძალები. იქაც არის ძალიან მსგავსი კონტექსტი, ხო? ყველა მიწის დნესტრისპირეთის ან ტრანსნისტრიის სახით, ხო? მესამე, მოლდოვა შევერთდა ყველა იმ სწორ პოლიტიკურ შინაარსს, რასაც ჩვენ არ შევერთით. კითხვა მაქვს, რატომ არ არის იქ ომი? აი, რომელიმე ხოცვა რომ რუსეთს არა აქვს საზღვარი მოლდოვასთან და ჩვენ გვაქვსო და ამიტომ ჩვენთან შემოიჭრება მარტივად და იქ საზღვარი არ აქვს და ესე მარტივად ვერ შეიჭრება. ვისაც მე მათ ურჩევდი მაშინ თუ მაგას პასუხობენ, ურჩევდი რუკას დახედონ და დაინახავენ რომ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ნაწილებში რუსეთი დგას სწორედ. არ ვახსენებ შავი ზღვის კონტექსტს.
ჯერთი საზღვარი რა შეჭირდება თავდასხმას, როგორც ასეთის, სულაც არ ჭირდება აქენ დავიწყოთ, ხო? საზღვარი, მithos თანამედროვე ტექნოლოგიით რაიმე ტიპის თავდასხმას. ამერიკასაც არ აქვს საზღვარი ირანთან, მაგრამ ზუსტად მეორე საზღვრის გარეშე. ეს ერთი, მეორე, როგორც უკვე ვახსენე, შუაგულ მოლდოვაში დგას რუსეთის ჯარი, რა თქმა უნდა, საზღვარი იქ არიან ჯარისკაცები, ხო? არც ისე ცოტა არიან, ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის, მაგრამ დაახლოებით მითხრა, რომ 7-დან 10,000-მდე რუსი დგას. თუმცა ამ კონტექსტში ამ განცხადებით, რასაც თქვა ქართული ოცნების მომხრეებში აწერა, რომ აი მოლდოვას საზღვარი არ აქვს და ასე შემდეგ, მაშინ პირიქით გამოდის, რომ მეორე ფრონტი თუ ვინმესთვის უნდა მოეთხოვათ, მოლდოვისთვის უნდა მოეთხოვათ, თუ ასეთი დაცულია რუსეთი თავს ვერ დაესხმება. მეორე ფრონტი ვინმეს უნდა რუსეთის თავს ვერ დაესხმება, მაშინ მოლდოვას უნდა მოთხოვო, ვიდრე ჩვენ ხო აგერ ტანკი გვიდგას 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, თან მოლდოვას ამ ლოგიკაში ცოტა ირევიან ამ შემთხვევაში. კოდს ლოგიკა არ გააჩნია ზოგადად. კოდს არ აქვს ინტელექტი და ლოგიკა. კოდს აქვს პარანოიული ბოდვები. მეტი არაფერი. და აი, როცა მეც მქონია შემთხვევები, ხო, როდესაც ვთქვათ, კოდს მოქალაქეს ველაპარაკები, ხო, მშვიდ ფორმატში, ქუჩაში, ამაში, ხო? ძალიან ხშირად მოგწონს ველაპარაკები, ძალიან სასიამოვნოებიც გვაქვს ხოლმე, საინტერესო, ხო? მოქალაქეებს არაფერს არ ვაჭირებთ, მინდა რომ გავაგებინო, რომ პროპაგანდა და რეალობა არის ძალიან განსხვავებული, ხო? იმედს თუ გამორთავ და უბრალოდ რუკას შეხედავ სოფლიოსი ან რამეს წაიკითხავ, დაინახავ რაშიც არის საქმე, ძალიან მარტივად, ხო? ამას არ ჭირდება რაღაც ლელოს ამორჩოლოს კი არ ვთხოვ ყველას აუცილებლად, ხო? თქო, ელემენტარულ აზრს, სირცხვილია, რომ ქოცურ ბოდვას ყიდულობდე ასე. და აი მქონია შემთხვევები, როდესაც ვერაფერზე პასუხი ვეღარ გასცეს, ეს ჯერ კიდევ იმ დროს ესე კორუფციაზე სამტკიცებელი მქონდა, ხო, რომ კორუფცია დიდ ძალი, ხო? ეხლა მათი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ამბობს, ხო, მე რომ ომის პარტია ვიყავი, იმიტომ რომ კორუფციას ვამხელდი. ეხლა კობახიძე ამბობს იგივეს, ხო? და ლილუაშვილიც ის აგერ საპატიმროში და კიდევ რამდენი ათეული მათგანი და მე რომ ამას ვამბობდი, ეს როგორ ვიკადრე, ხო? მე ვარ ომის პარტია და იდენტობის მტერი და ასე შემდეგ, ხო? და აი, როდესაც ყველა ეს არგუმენტი უთავდებათ, მაშინ მოდიან მშვიდობაზე. რომელსაც 2-3 კითხვაში უბრალოდ დაამსხვენ და ვერ გპასუხობენ მოლდოვაში რატო არ არის ომი, ვერ გპასუხობენ დანარჩენ ევროკავშირში რატო არ არის ომი და ვერ გპასუხობენ ვერაფერს, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გპასუხობენ, ხო? და ეხლა სულ უფრო თუ დავაკვირდებით ეს დიაპაზონი ხოცური პროპაგანდის სულ უფრო შემცირდა. რატო? მათ შორის იმიტომ თუ არა პირველ რიგში, რომ რეალურად რეგიონში მოხდა ისეთი რაღაცეები, რაც შლის ავტომატ თუ ნორმალური ადამიანი და უსმენს ფაქტებს. უბრალოდ ჩამოიშლება ქოცური მითები, ხო? აი მაგალითად ამერიკასთან დალაგებაზე ლაპარაკობდნენ და ტრამპმა მშვიდობაზე რო დაურეკეს დალაგება არის, არსად აღწერა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, შეფერ მსგავსი, აქედან დავიწყოთ, ხო? მან მოვალთ ალბათ და შევაფასოთ, მაგრამ ტრამპმა სომხეთი და აზერბაიჯანი მართლა დაალაგა მშვიდობა მოიტანა რეგიონში და რეჟიმი, რომელიც ამდენს გოლაპარაკებოდა ყალბ მშვიდობაზე, არც ერთ ფორმატში არ მიუწევიათ. არაფერში არ ჩაურთავთ. აი ესე ხუხულასავით იშლება ყველაფერი ქოცური, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი რეალობაში ქოცურ მითებს არ გააჩნია. ძალიან სასაცილო და ბანალური არის თავის ხარისხით ქოცური პარანოიული მითები. ხო, მაგრამ რამდენად შეიძლება ეს რუბიოს არის, რომელმაც ასე გააღიზიანა ეხა ირანის ელჩი, ხო? ალბათ ნუ ელჩი მარტო არ იმოქმედებდა, სავარაუდოდ აბას არახჭისანაც ჰქონდა მას კონსულტაცია და ერთობლივ აღწყვეტილი. ნუ ყოველთვის ელჩი გამოხატავს რეჟიმის ნებას, ასე რომ შესაბამისად ამიტომ ამ განცხადებამ ამ საუბარმა რადგან გააღიზიან ირანის ელჩი საუბრობთ იყო ხო რაღაც თემებზე საუბარი და შეიძლება ამ თემების სანაცვლოდ ქართულ მოსახლეობამ მოითხოვოს სწორედ ურთიერთობების აღდგენა დალაგება და ამერიკა იძულებული იყოს დათანხმდეს რადგან რაღაცაში ჭირდება ხა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ამ თავი რასაც ყიდის ახლა ქართულ მოსახლეობას არის გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი. ხო, მოდი პირიქით შევხედოთ. ამერიკას მათ შორის ამ ბოლო წელიწადების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ აქვს განცხადებული სურვილი და ნება, რომ ქოცურ რეჟიმთან მოხდეს სტაბილიზაცია, ოღონდ გარკვეულ ფასად. ეს ამას მე არ ვამბობ, ხო? 5-ჯერ გააკეთა შესაბამისი განცხადება, 3-ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტმა და 2-ჯერ თბილისში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა სამსახურმა. და 5-ვეში ვისმენდით რას? რომ ქართულმა ოცნებამ იცის, რაც უნდა გააკეთოს, თუ სურს ჩვენთან ურთიერთობების სტაბილიზება. ანუ ამერიკას აქვს ჩამოკიდებული, ასე ვთქვით, ფასი, კონკრეტული ფასი, რა ტიპის რაღაცები უნდა და მე ვიცი ამ ფასის შინაარსთან დაკავშირებით, სხვა დიპლომატიური წყაროებიდან. მათ შორის არის ჩინეთზე ეკონომიკური ურთიერთობების შემცირება, პირდაპირ გითხრათ, მათ შორის არის ამერიკის ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის არის ირანთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლა, დიახ, შემიძლია გითხრათ. ანუ მაგალითად ანძარო არ უნდა გაანათო იმ რეჟიმის დროშის სფერებში, რომელმაც ერთი კვირით ადრე რამდენიმე 1000 ადამიანი მოკლა, უმოწყალოდ ჟლიტა, მშვიდობიანი, კარგი ახალგაზრდები და ანამატო ყველა ასაკის ხალხი და ძალიან რთული ემოციის გარეშე გაიხსენო ეგ კვირა, ისტორიული კვირა, როდესაც
მაპატიეთ ალალმართალი ადამიანები ძალიან კარგი ავში მსახიობების სპორტსმენები მაპატიეთ მოდეში მსახიობების სპორტსმენები და სხვა უბრალოდ ამოჟლიტა და მე კოცები გამოვიდნენ აი ქართულია ესა და ანთეს მისი დროშის ფერებში ესეთ რაღაცების შეწყვეტა მათ შორის პირველი და მთავარი შუა კორიდორი ანაკლია ამან იქედან რომ დღეს ირანის ელჩის განცხადება არ გაიგეთ გავიგე მაგრამ მე ვამბობ ამერიკა რა სიტყავს პირველი და მთავარი მე მეოთხეს ვამბობ სიაში მაგრამ პირველი და მთავარი ანაკლია შუა კორიდორი რომ დაინახოს ამერიკამ და ჩვეულა პარტნიორებმა რომ იქ რამე კეთდება და რაიმე სასიკეთო ხდება აი ასეთ ტიპის მოთხოვნებია და თუ კობახიძე არის მზად რომ გადადგას ნაბიჯები ნუ რა თქმა უნდა ხლა არ ვახსენებ დემოკრატია ადამიანის უფლებები არ ვახსენებ პოლიტიკური პარტიების განადგურების მცდელობას პოლიტპატიმრებს ხო აი ეგ არის ეს პოლიტიკური ლიბერალიზმის საკითხი თავარი საკითხი რა თქვენ რაც ჩამოთვალეთ ხო ნუ ჩამოთვალეთ რომ არის რაღაც ძირითადად ეხება მაინც საგარეო თემებს ხო თქვა რეგიონს გეოგრაფიულ მდებარეობას ჩვენსაც და ასე შემდეგ და მაგრამ ამ ამერიკის მოთხოვნებში რადგან თქვენ ამბობთ რომ გააქვთ ინფორმაცია რამდენად არის შიდა დემოკრატიის დემოკრატიასთან დაბრუნების მოთხოვნები პატიმრების თემა არჩევნების თემა და ასე შემდეგ და რა არის ის საკითხი რომელზეც არ თანხდება ოცნება მაგას ვერ გეტყვით არ ვიცი ოცნების ნაწილი არ ვიცი მე ვიცი ამერიკის ნაწილი არის მათ შორის კი დავიწყოთ იმით რაც ყველა მიცის და უნდა იცოდეს მე მიყვარს ძალიან გულწრფელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას როგორც საზოგადოებამ იცის გააჩნია ეგრეთ წოდებული ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია ეს არც ნიშნავს ორი სიტყვით ეს ნიშნავს იმას რომ ამერიკა ყველა ტიპის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობას აფასებს საკუთარი ეროვნული ინტერესის ერთი და მეორე სარგებლის ეკონომიკური სარგებლის ფინანსური სარგებლის ჭრილში აი ესეთი მიდგომა გააჩნია ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას ამას ქვია საგარეო პოლიტიკის ენაზე ტრანზაქციონალიზმი ეს ყოველთვის არ გულისხმობს დემოკრატიაზე აქცენტირებას და ამიტომაც მნიშვნელოვანი ამის გაშლა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტში არის ძალიან კაფეო ჩამოყალიბებული აზრი, შემიძლია გითხრათ, იმასთან დაკავშირებით, რუბიო თვითონ არის კუბელი დევნილების შვილი, ხო? რომელიც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს დიქტატურა. ძალიან კარგად იცის, ხო? მას შეეხო, მის ოჯახს შეეხო. ამიტომ რუბიოსთვის ორგანულად ახლო არის იმის გათვალისწინებაც პარალელურად ტრანზაქციული ვთქვათ, როგორ ვთქვათ, რაციონალეს გათვალისწინებისა, იმის გათვალისწინებაც, რომ თუ არ არის ქვეყანაში საბაზისო დემოკრატია, თუ რეალურად პარტიები იგრძალება და პირდაპირ ავტოკრატია ცხადდება, ხო? ასე ვერ გამოვა ურთიერთობები ამ რეჟიმთან, ხო? და ამავე დროს შეგახსენებთ ჯეიდი ვენსის ცნობილ ფრაზას, ასე რომ მიუნხენში წარმოდგა, ხო? რომელსაც გვიმეორებენ სახთები, ხო? როდესაც მესიჯი ნაკლებად იყო საქართველოზე, ამას გვეუბნებოდნენ მართლა, ხო? სხვა არაფერი არ იყო, მე და პოლიტიკა არ იყო საქართველოზე. დიდი ხნის განმავლობაში. როგორც ჯეიდი ვენსმა თქვა, კი, ზუსტად, და ეს მოსველი აშჯერ, კი. რატო? იმიტომ რომ საქართველოს თაობაზე არ იყო. არა, გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა თქვა. ხო, თქვა ის, რომ დემოკრატიული მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების აკრძალვით, დევნით, დაჭერით, პარტიების გაუქმებით და სხვა. ანუ ეს იყო მთავარი მესიჯი ქართული ოცნებისადმი. კი. მაგრამ არა მარტო შემოვიდა, ყველა მსგავს რეჟიმში. შემოვიდა გეოპოლიტიკური საკითხებიც, ხო? რომელი გადაწონის? მე არ ვფიქრობ, რომელიმე გადაწონის. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად თუ კი საერთოდ მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების, ეს გადატვირთვა აუცილებლად დაემყარება ორივე ნაწილიდან, გეოპოლიტიკიდან და დემოკრატიული პოლიტიკური საკითხებიდან გარკვეული ტიპის მინიმალური შეთავაზების დაცვის მოთხოვნას, ხო? ანუ თუ ხოცი ორივე კრიტიკული მიმართულებით რაღაც კონკრეტულს არ გააკეთებს, მასთან ამერიკა არ გადადიდავს ურთიერთობებს. ამაში ვარ ხმა დარწმუნებული. ხო, მაგრამ ამ ფონზე როგორ უნდა გააკეთოს, როცა ხა ირანი ემუქრება აქედან? რა უნდა გააკეთოს? რა უნდა გააკეთო? ნახეთ, ირანის მუქარა არის კლასიკური დასტური იმისა, რასაც მე ვლაპარაკობ 5 წელია. რაც ქოცზე ახია, უბრალოდ ჩემს ქვეყანაზე არ არის ახი. უბრალოდ აი ქოცი რომ მართავს ქვეყანას, აი ეს მინდა ჩვენს მაყურებელს ესმოდეს. ქოცი რომ მართავს ქვეყანას, აი ესეთები ხდება იმ ქვეყანაში, ხო? სადაც ირანი თითს გიქნევს, ეს ქოცებმა გახადეს შესაძლებელი. თავისი უვერტურები და ფლირტით და იქ რომ დარბოდა ხან პანაშვიძე და ხან იმაზე, რა ქვია, ინაუგურაციაზე. ღირებულება რო არ გააჩნია ამ კაცს არანაირი. აი მაგიტომ არის ხელწამოსაკრავად ექცევიან ამ ქვეყანას მის გამო. აი ეს არის რეალობა. თამას უნდა ერქვა სახელი. ისო იქიდან მოსკოვი გამოდის და რაღაცა საქმეს გვირჩევს, იყო ბართლომესო, უნდაო, მეუფე აბრაამი და მეუფე გრიგოლიო. ვინ კითხავს რუსეთს? აი ფაშისტურ ძალას. თავისივე ასეთივე ფაშისტური კგბ-შნიკური რუსული ეკლესია, რომელიც პირდაპირ არის, არც კი მალავენ, მიერთებული კგბ-ს დეპარტამენტია, იქაური ეკლესია. მაგათ ვინ კითხავს 1000-სლოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელ მეუფეს გამოარჩევს პირველ პირად, ხო? ინტერ პრიმუს პარეთ, ხო? პირველად თანასწორთა შორის.
აი ვის ისე როგორ შეიძლება ეს იყოს რუსების საქმე, ქართველების მკვლელების საქმე და საერთოდ მკვლელების საქმე, ხო? უკრაინელების, ქართველების, ჩეჩნების სერიული მკვლელები არიან. და ეკლესია აკურთხებს ხოლმე ტანკებს, რომელთაც ჩვენ გხოცავენ. და მაგ ეკლესიას ყოფილი სინდისი გამოვიდეს და საქართველოს ეკლესიაზე რაღაც ლაპარაკოს, საერთოდ არა მათი საქმე. რა აქვე ვიტყვი, არავის საქმე არა ეს, საერთოდ ვინ იქნება შემდეგი კათოლიკოსი. ეს არის უნიკალურად და ექსკლუზიურად წმინდა სინოდის საქმე. არავინ აბსოლუტურად არც ქვეყნის შიგნით, არც მით უმეტეს ქვეყნის გარეთ არ უნდა კადრულობდეს და არც კი უნდა იფიქროს ამაში ჩარევა. და სინოდს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გამოარჩიოს ის პირი, რომელიც არის მათი შეხედულებით ყველაზე შესაბამისი, ყველაზე სწორი, ყველაზე ქველი, შესაბამისი ბიოგრაფიით, სახალხო სიყვარულით და ასე შემდეგ. თავად იციან უკეთ ეს კრიტერიუმები და მე ვფიქრობ არის ძალიან კარგი არჩევანი, ხო, მე როგორც საევროპელი ვაკვირდები და იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდი არავინ არ ჩაერევა და თავად შეძლებს, რომ გამოარჩიოს ის თუ ვინ უნდა იყოს კათოლიკოსი, მაგრამ ის რომ რეალურად მოსკოვი ახდენს რაღაც ცდილობს ხელის ბათურის, ის რომ ერევანი მაპატიეთ, ერევანი კარგად იყოს, თეირანი. აი ერევანი გვაკლია, თორე ისრაელის ელჩისგან იყო, ასე თქვა, საყვედური. ერევანი არ გვაკლია სხვადასხვა. ერთი ერევანი ძალიან ის ჭოჭი დაუსვა კობახიძეს, ტარიფებთან დაკავშირებით, ანუ არ გვაკლია არც ერევანი. და აი იცით რა არის, ეხლა ერევანში შევითავიანაც ხოლმე ჩვენ მეგობრები არიან და ძმები და ფანტასტიკური რაღაცები ხდება იქ. ფანტასტიკური განსხვავებით აქაურობისგან. აი სირცხვილია, სომხებს უსვებს საუკეთესოს. რა თქმა უნდა, მაგრამ სირცხვილია. რომ აი ესეთი სრული შემოტრიალებაა ჩვენ ვართ აბსოლუტურად ჭაობში ჩაფლობელი საგარეო პოლიტიკა საერთოდ დასამარებული საქართველოს თბილისი იყო დედაქალაქი ამ აქ გამოცხადდა სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ქალაქში თუ ვინმე არ იცოდა შევახსენოთ დამოუკიდებელი კი ბატონო დამოუკიდებელი სომხეთი დამოუკიდებელი აზერბაიჯანი აქ არიან დაკრძალული 1918 წელს დიახ და ის ხალხი ვინც გამოცხადდა აქ არიან დაკრძალული წარმოიდგინეთ ხო აგერ ბოტანიკურ ბაღში და ამ დროს ყველაფერში გაგვასწრო აი ესეთი მაჩანჩალა, ესეთი გაუბედურებული, ესეთი გაპარტახებული, ვიმეორებ ამით დავიწყე, ყოფილა ეს ერი და აი მე კოცი რომ გამოვა და ღირსებას რო გონია რომ იცავს და სუვერენულობას. ამაზე არასუვერენული ხელისუფლება არ ყოლია ამ ქვეყანას. რომელ ღირსებას? აი ღირსება არის, აქ უნგრელი მუშაობდაო ჯაშუშადო და არაფერი არ ვიცით. იქიდან გამოვიდა, ვინც მოიცალა ყველამ რაღაცა იმას გვიქრა. ირანის ელჩი გამოვიდა, თითი გვიქნია. მე წაუშლია ეს პოსტი როგორც მითხე, ძალიან კარგი თუ წაშალა. და თავარი რა არის? თვითონ მიხვდა რომ უნდა წაეშალა, ხო? თვითონ მიხვდა. და საგარეო საქმეთა მინისტრი ქვია იმ ხალხს, იმან რა გააკეთა? ან პროტესტი გამოხატა, ან დაიბარა. უნდა დაებარებინა, ჯერ უნგრეთის ელჩი დაებარებინა, უკვე ერთი პროტესტი უნდა გამოეკითხა. წინა ბლოკში ვთქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ ამას. ესეთი განცხადება რო გაეკეთებინა გერმანიის ან ევროკავშირის ელჩს, აქ ამბავი ატეხავდა ქართულ ილია უნიზე გაკეთებული განცხადების გამო, უნივერსიტეტზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარა ეს პანტაპორტით ევროპის ელჩები და უნგრელი ჯაშუში მუშაობდაო საქართველოსშიო, ცნობებია. დაიბარა ეს უნგრეთის ელჩი? არა. პირიქით ბოჭორიშვილი იყო უნგრეთში თვითონ ზუსტად მაგ დროს. ხო? იმიტომ თვითონ არიან თხემი ტერფამდე რუსები და ვინ უნდა დაიბარონ, ხო? ეხლა მე გემოქრება ირანის ელჩი. რამე სიამაყის განცდა აქვს ამ ხალხს? როგორ შეიძლება რომ ვიღაცა ელჩი გემოქრებოდეს ესე შენ ქვეყანაში და შენ სუმცია საპროტესტო ნოტა არ გაგზავნო. ან არ დაიბარო რეპრიმანდზე ელჩი. შეიძლება ხა კულუარებში ელაპარაკნენ და ამიტომ აიღო ის. არა, ხო და ამაშია საქმე კულუარებში. ეს ხო არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ამაში არ ნიშნავს. ის განცხადება იყო საჯარო და საჯარო პასუხი ჭირდება ამას. კულუარებში შეიძლება ისაუბროს დაზვერვის ხელმძღვანელმა დაზვერვის ხელმძღვანელთან. საგარეო დაზვერვამ, საგარეო დაზვერვასთან. კულუარებში საგარეო მინისტრი არაკეთებს ამ ტიპის რაღაცებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვალდებულება არის, როდესაც შენ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩი თიც გიქნევს ამ ერს და ამ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. შენ ის უნდა დაიბარო და რეპრიმანდი უნდა მოახდინა, ხო, რასაც ქვია, ხო, რაც ნიშნავს ასე, რომ ან საგარეო მინისტრი, ან მისი მოადგილე იბარებს ამა თუ იმ ელჩს, რაც იციან ძალიან კარგად, იმიტომ ევროპელებს იბარებენ ხოლმე ასე, რომ დატუქსონ. ანუ გერმანია დაბალი ღობია, გაიგე? ხო, წარმოიდგინე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი, ჩვენი თავდაცვის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი ეროვნული ინტერესის. პიტერ ფიშერს ესხმიან თავს და ირანის ელჩთან, უნგრეთის ელჩთან ლაქუცობენ, იმიტომ რომ არიან ანტიქართველები საგარეო პოლიტიკაშიც და საშინაო პოლიტიკაშიც და აი კოცი რომ ხმას ამოიღებს მე სუვერენულობის დაცვაზე, აი უნდა ავაფაროთ აი ეს ფაქტები. იმიტომ არაფერი სუვერენული, არაფერი ეროვნული, არაფერი ღირსეული კოცის ირგვლივ არ არის აბსოლუტურად.